სპორტული წარმატების მოლოდინში ქვეყნის კულტურულ კალენდარზე გასართობი ფესტივალიც მოინიშნა. გუდაურში გიზგიზი დაბრუნდა, მთის საატმოსფერო მუსიკა, გასართობი სივრცეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა, სხვადასხვა თამაშები და პერფორმანსები. სამთო კურორტმა ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტები გააერთიანა. თოვლის, სრიალი და სადღესასწაულო განწყობა. გუდაურში ყოველწლიური ფესტივალი გიზგიზი დაბრუნდა. ტრადიცია გრძელდება, ზამთრის მხიარულებას ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით და აქტივობებით შეუერთდა. გამორჩეული მუსიკა, გემრიელი კერძები, საბავშვო აქტივობები და პერფორმანსები. გიზგიზი სტუმრებს დაუვიწყარი განწყობის შესაქმნელად ერთ სივრცეში მასპინძლობს. პროგრამა ყველა ასაკზეა გათვლილი და როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების ინტერესებს მოიცავს. შედეგით სახეზეა, ბაკურიანის შემდეგ ფესტივალმა უკვე გუდაურში ასობით დამსვენებელი გააერთიანა. ძალიან მოწონს გუდაური, ეს ფესტივალი, საჭმელები რაც გავსინჯე და ძალიან ვერთობი და მუსიკაც ძალიან კარგია. I'm from Dubai. მე დუბაიდან ჩამოვედი, პირველად ვარ გუდაურში. ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი ადგილია. ამინდიც მშვენიერია. დავაგემოვნე საკვები და ძალიან მომეწონა. We're here for like 2 weeks. ფესტივალზე გამორჩეულია კვების სივრცე, სადაც ტრადიციულთან ერთად თანამედროვე კერძებიცაა წარმოდგენილი. ფართო არჩევანია ტკბილი დესერტების მოყვარულებისთვისაც. დამსვენებლებისთვის გიზგიზის თავგადასავლების აღსაბეჭდად სპეციალური ფოტოზონაც შეიქმნა. ადგილზე სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს განახლებული მუსიკალური პროგრამა. მთის ატმოსფეროს ქართველი არტისტების შემოქმედება ერწყმის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს ფესტივალი გიზგიზი. ძალიან ბევრი საინტერესო სივრცე იყო დღეს წარმოდგენილი. საკმაოდ ბევრი სტუმარი მოვიდა, როგორც უცხოელი ტურისტები, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ასეთი ივენთები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად საფესტივალო რეჟიმში ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი street food პროდუქტები. ბევრი დამსვენებელი და ტურისტია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული და გვიხარია რომ მასპინძლობთ და ჩვენ ქვეყანას აქვს ასეთი ღირსშესანიშნავი კურორტი. გართობასთან ერთად პრიორიტეტია უსაფრთხოება. ზამთრის სეზონის დაწყებისთანავე კურორტზე დამატებითი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდა. წესრიგისა და ვიზიტორების დახმარებაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოთხილამურე პატრულებით ზრუნავენ. წელს გუდაურში განსაკუთრებით გაზრდილია ხალხის რაოდენობა, ტრასებზე ძალიან ბევრია ხალხი და ჩვენს ვაქცევთ ყურადღებას. გუდაურში ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია. კურორტზე სრულად ფუნქციონირებს სასრიალო ტრასები და ჩართულია ყველა საბაგირო. დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომია 31 სასრიალო არეალი, რომელთა საერთო სიგრძე 91 კილომეტრია. ტრასები გათვლილია ყველა დონის მოსრიალეზე, დამწყებიდან პროფესიონალ სპორტსმენებამდე. სეზონი იდეალურად მიმდინარეობს, საკმაოდ ბევრი ვიზიტორი არის მთაზე. აბსოლუტურად ყველა ძირითადი საბაგირო და ტრასა გახსნილი არის. ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი და წარმატებული სეზონი გვექნება. თოვლიანი ფერდობები, ღონისძიებები და თავგადასავლები. გუდაურში სასრიალო სეზონი 27 დეკემბრიდან დაიწყო. მიმდინარე სეზონზეც გუდაური ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად რჩება.